ამ თვეს ჩვენთან გახსნის ჩვენი გადაცემის მეგობარი და დღევანდელი სტუმარი, ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ გოლოვაჩოვა. მარიამ, დილამშვიდობის, მოგბრძანდით. დილამშვიდობის, მარიამ, და მიხარია თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ერთბაშად ბევრი რამ გვექნება სათქმელი თვალთან დაკავშირებით და გარდა ამისა ძალა მოემატება ჩვენი თვალის სინათლეს, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ჯანმრთელ მხედველობაზე ვსაუბრობთ, ბევრი თემა არის და უამრავ საკითხზე შეიძლება ვისაუბროთ და არც საეთერო დრო ეყოფა ამას და მთელი ჩვენი სატელევიზიო გადაცემა კი არა, სატელევიზიო სეზონები არ ეყოფა ამ თემას, მაგრამ წლევანდელი სათქმელი არის განსაკუთრებული და უკავშირდება იმ გარემოს, რომელშიც უწევს ცხოვრება თანამედროვე ადამიანს. რასაკვირველია, არის საერთო რისკები, რომელიც ჩვენც გვაქვს და ჩვენს წინაპრებსაც ჰქონდათ, მაგრამ ცივილიზაციამ შექმნა სრულიად განსხვავებული საარსებო სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ იცვლება კლიმატი და კლიმატური ცვლილებები აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია თვალისთვის. იცვლება გარემო, გარემოს დაბინძურების ხარისხი, ის კომპონენტები, რომელთანაც თანაცხოვრებაში ვიმყოფებით ჩვენ. და თვალი არის პირდაპირი სამიზნე ასეთ შემთხვევაში. მოდით აი სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ ჯანმრთელ მხედველობაზე. გეთახმებით, მარი, დღევანდელ დღეს განსხვავებით ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენ გვაქვს ბევრი რისკ ფაქტორი გარშემო, არსებობს გარემო რისკ ფაქტორები, რომელთაგან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აბსოლუტურად შეიცვალა თვალის მდგომარეობა სხვადასხვა გაჯეტების და ელექტრონული ინფორმაციის ათვისების ერაში, ხო? ანუ ჩვენ მუშაობთ, მეცადინეობთ, ვერთობით, ყველაფერს ვაკეთებთ ეკრანთან. დავსახლდით ეკრანთან. ეს თავისთავად არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს თვალის ზედაპირზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კლიმატური ცვლილებები, იმიტომ რომ შეცვლილი კლიმატის პირობებში ბევრი დაავადება უფრო ხშირად პროცენტულად იმატებს და გამოვლინდება. თუმცა აღსანიშნავია, დაბალი ტენიანობის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ისევ და ისევ სამიზნე არის თვალის ზედაპირი და შემდგომ უკვე სხვა პრობლემები. მნიშვნელოვანია ასევე კლიმატიდან გამომდინარე ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი მოქმედება, იმიტომ რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევენ მთელ რიგ დაავადებებს. და რა თქმა უნდა, ჩვენი სამუშაო რეჟიმი, როდესაც ჩვენ დროს ვატარებთ ზამთარში თუ ზაფხულში, ოფისებში, ოთახებში, ჩვენ გვაქვს კომფორტი შექმნილი, გვაქვს კონდიცირება, გვაქვს გათბობა, რაც იწვევს ასევე დაბალტენიანობას და თვალის ზედაპირის პრობლემებს. მთავარი პრობლემა, რაც ამ ჩამოთვლილ ფაქტორებს აქვს, ეს არის თვალის ზედაპირის გამოშრობა. მშრალი თვალის დაავადება, არსებობს სინდრომიც და არსებობს დაავადებაც. რა განსხვავებაა დაავადებასა და სინდრომის შორის? სინდრომი არის უფრო ხანმოკლე, სიმპტომურად იკურნება, ხოლო დაავადების შემთხვევაში შეიძლება თვალის ზედაპირი, ანუ კონიუნქტივა წარმოქმნის შემდგომ მუდმივ ქრონიკულ კონიუნქტივით, ანუ ანთებით პროცესს. შესაძლოა ეს პროცესი გადავიდეს რქოვანაზეც. მნიშვნელოვანია ასევე ქუთუთოების მდგომარეობა, ანუ ქუთუთოების ანთება, ბლეფარიტები იწვევს შემდგომ ჩვენი ცრემლის აპკის უფრო გათხელებას, აორთქლებას და შესაბამისად ამ დაავადების უფრო წინ წამოწევას. საკმაოდ შემაწუხებელია. ძირითადად პაციენტები მოგმართავენ ძლიერი წვის, დისკომფორტის, სიწითლის ჩივილებით, რაც ძირითადად განიკურნება დამატენიანებელი წვეთების ფონზე, თუმცა თუ ამასთან ახლავს სეზონური ალერგია ან ალერგია ალერგენზე, რომელიც არის ოთახში ან სამუშაო სივრცეში, ეს უფრო ესეთ ქრონიკულ ხასიათს იძენს. ძირითადად მაინც არის გამოხატული სიწითლე, წვა, ცრემუდენა, დისკომფორტი და ეს ხელს გვიშლის ყოველდღიურობაში. მარიამ, როდესაც თქვენ საუბრობდით თანამედროვე რეალობაში თვალთან დაკავშირებულ რისკებზე, თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტორები, რომელთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება თანამედროვე ადამიანს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვაჩერებთ იმ კლიმატურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს თავს ხდება. ეს არის რეალობა და იმაზე სწრაფად იცვლება
კლიმატი, ვიდრე ვარაუდობდნენ თუნდაც 5 ან 10 წლის წინ მეცნიერები. მეორე მხარეა გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები, იმიტომ რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო ურბანიზებულ სივრცეში ვართ, სულ უფრო მეტად დაბინძურებულ გარემოში ვართ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მზესთან ექსპოზიცია, ეკრანებთან ურთიერთობა, რომელიც ფიქრობ ასევე გადაულახავი შეიძლება იყოს თანამედროვე ადამიანისთვის, იმიტომ რომ ამ მონაპოვარზე ცივილიზაციისა დარწმუნებული ვარ ადამიანი უარს არ იტყვის და არც არის საჭირო. მაშინ როგორ უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება? თქვენ ნაწილობრივ დაიწყეთ ამაზე საუბარი, როდესაც ახსენეთ მშრალი თვალის სინდრომი ან დაავადება, როგორც ერთ-ერთი საჩუქარი აი ამ ჩამოთვლილი ფაქტორებისა და მასთან გამკლავების შესაძლებლობა. როგორ ვიცავთ თვალს იგივე კლიმატური ცვლილებებისაგან, იგივე დაბინძურებული გარემოსგან, სადაც არის უამრავი გამონაბოლქვი, უამრავი ნაწილი რომელიც რისკს უქმნის ჩვენს თვალს, იგივე ეკრანებთან ურთიერთობის საჩუქრები, იგივე მზესთან დაკავშირებული რეკომენდაციები, პრაქტიკულად რამდენიმე თავდაცვითი საშუალება უნდა ჩამოვთვალოთ ახლა, რომლითაც შევძლებთ უარი არ ვთქვათ ერთი მხრივ ამ ცივილიზაციის მონაპოვარზე და მეორე მხრივ გარემოს რისკებისგან დავიცვათ თვალი. რა თქმა უნდა, ამ კომფორტზე უარს ვერ ვიტყვით და ვერავინ ვერ ვიცხოვრებთ ამ ჩამოთვლილი რისკ ფაქტორების გარეშე. უმთავრესად ალბათ უმჯობესია დავიწყოთ იქიდან, რომ ულტრაისფერი გამოსხივება არის ის ერთ-ერთი ძირითადი რისკ ფაქტორი, რაც იწვევს სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიურ დაავადებებს პერიოკულარულ არეში, იწვევს კონjunktивიტებს, როგორც თქვით, მშრალი თვალის დაავადებას, იწვევს პტერიგიუმს, იწვევს კატარაქტას, კერატოკონუსს, ანუ ბევრი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორია ულტრაისფერი გამოსხივება, ამიტომ სასურველია ნებისმიერი ექსპოზიციის შემთხვევაში, ანუ მზეზე გასვლის შემთხვევაში, როგორც კანს ვიცავთ, ასევე დავიცვათ თვალი. აუცილებელია დამცავი სათვალისწარება ულტრაისფერი გამოსხივებისგან, რათა ჩვენ ამ ყველა დაავადებისგან დავიცვათ ჩვენი მხედველობა და მხედველობის ორგანო. რაც შეეხება გაჯეტებს და ეკრანთან მუშაობას, ყველაფერს ვაკეთებთ ეკრანთან, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ჰიგიენა. ეს არის მხედველობის ჰიგიენა, როდესაც თუნდაც სწორი პოზიცია, ხო? ანუ ეს მარტო თვალზე კი არა, ხერხემლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ვიყოთ ჩვენ იმ მოწყობილობასთან, სადაც მუშაობთ. ანუ ეს არის 90 გრადუსით მოხრილი მუხლი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ხო, ეს სწორი ჯდომა არის მთავარი. კითხვის შემთხვევაში გაჯეტებთან სადღაც 33 სანტიმეტრიდან უფრო შორს გვიწევს, ხო, გაშლილი ხელის მანძილზე დაახლოებით 60 სანტიმეტრია დაახლოებით. მნიშვნელოვანია იდაყვების სწორი პოზიცია და ოდნავ დახრილი ეკრანი, იმიტომ რომ ეს ოდნავ დახრილი ეკრანიც მხედველობისთვის მნიშვნელოვანია. მოზარდების შემთხვევაში სასურველია დამატენიანებელი წვეთების გამოყენება პერიოდულად, ჩაწვეთება რაღაც ინტერვალებით, იმიტომ რომ ეს გვინდა არ გვინდა ჩვენ უფრო იშვიათად ვახამხამებთ თვალს ეკრანთან, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და შესაბამისად ვითარდება უკვე ზედაპირის გამოშრობა. მნიშვნელოვანია ასევე რაღაც პერიოდულობით თვალის დასვენება, ანუ მზერის გადატანა მოშორებულ საგნებზე. თუ შესაძლებელია მისვლა ფანჯარასთან, ან თუ ღამე მუშაობთ თვალის დახუჭვა და მზერის გადატანა შორს. ამ დროს ხდება ჩვენი კუნთის მოდუნება, ასე ვთქვათ, რესტარტი, რომ მარტივად გავიგოთ და ის ჩივილები ასთენოპიური, რაც შემდგომ იჩენს თავს, ეს არის თვალის ტკივილი, პერიორბიტალური ტკივილი, შუბლის მიდამოში. ზუსტად ეს არის აქედან გამომდინარე, რომ ვითარდება მუდმივად ერთ მანძილზე თვალის აკომოდაციის სპაზმი. ბავშვების შემთხვევაში გაკვეთილები, რა თქმა უნდა, ისეა გაწერილი, რომ დროულად მოხდეს მათი შესვენება და მნიშვნელოვანია სახლში სკოლის შემდგომ მათი ფიზიკური აქტივობა ძირითადად იყოს უფრო სუფთა ჰაერზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბევრად კარგად მუშაობს აკომოდაციის კუნთიც თვითონ, ხდება ბავშვის დაცვა სხვადასხვა რეფრაქციული მანკების ჩამოყალიბებისგან და მეცადინეობის შემთხვევაშიც შესვენებები ძალიან მნიშვნელოვანია. კლიმატურ პირობებს ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ, ალერგიის შემთხვევაში ალერგენთან მოცილება ან ანტიჰისტამინური მკურნალობა და ისევ დამატენიანებელი წვეთები.
რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია ყველა ადამიანისთვის, იმისთვის რომ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემები, ანუ რისკების გათვალისწინებით და მეორე მხრივ უკვე არსებული რისკების გარემოში მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები. მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, ვისაც თვალის პრობლემები უკვე აქვს. არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ დაავადებაზე ვისაუბროთ, ისეთი მრავალფეროვნება ოფთალმოლოგიური პათოლოგიების, რომ პრაქტიკულად განვაზოგადოთ ახლა და იმ ადამიანებისთვისაც ვთქვათ, ვიდრე საუბარს დავასრულებთ. გასაგებია, ყველა ეს ღონისძიება კეთილის მყოფელია ადამიანებისთვის, ვისაც სერიოზული დაავადებები არ აქვს. ხოლო ვისაც უკვე აქვს პრობლემები, მათთვის გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს განსაკუთრებული ტვირთი და ამ ადამიანებმა რა უნდა გაითვალისწინონ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია მრავალფეროვანია ოფთალმოლოგია დაავადებების მხრივ და ნებისმიერი დაავადების უფრო რთული დაავადებების მექანიზმი, პათომექანიზმი არის მაინც ოქსიდაციური სტრესი, ხო, ძირითადად თანხლები დაავადებები და ის გარემო პირობები, რაც ქმნის შემდგომ ამ დაავადების პროგრესირების საფრთხეს. ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ მნიშვნელოვანია სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ექიმის რეკომენდაციები. ძალიან დიდი მადლობა მარიამ ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა რომ წლების მანძილზე თანამშრომლობთ და რაც თავარია ახლა, როდესაც ეს თვე, ცნობადობის თვე უამრავ საკითხს ეხება და საგანგებოდ გამოყოს გარემოსთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ თქვენი რეკომენდაციები აქტუალურია და ყველასათვის ერთნაირად სარგო. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მარიამ გოლოვაჩოვა.